უკვე რამდენიმე საათია, რაც მთავარ პროკურატურასთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, მოთხოვნით დაისაჯონ დამნაშავეები, თუმცა ამ დრომდე გიგა ავალიანის ოჯახის წევრებთან და მის მეგობრებთან პროკურატურიდან არავინ გამოჩენილა და მათ მთავარ კითხვებზე პასუხი არავის გაუცია. 2 კვირა ეს არის ვადა, რომელიც ოჯახმა და უფლებადამცველებმა პროკურატურას მისცეს. ამ 2 კვირის განმავლობაში დრო აქვს საგამოძიებო უწყებას იმისთვის, რომ ოჯახს გადასცეს საქმის მასალები, როგორც პირველებთან საუბრისას დედა განმარტავს, მთელი ამ თვეების განმავლობაში მას საგამოძიებო უწყებამ არ მისცა იმის შესაძლებლობა, რომ შვილ მკვდარ დედას ენახა საქმის მასალები. ამავდროულად პროკურატურასთან გახდა ცნობილი, რომ საქმე გადაინაცვლებს სტრასბურგის სასამართლოში საჭიროების შემთხვევაში. უკვე რამდენიმე საათია, როგორც გითხარით, აქ ეტაპობრივად იკრიბებიან მოქალაქეები და ძალიან ბევრი ადამიანი მოვიდა დღეს შვილ მკვდარ დედასთან. ისინი სოლიდარობას უცხადებენ გიგა ავალიანის ოჯახს და ამბობენ, რომ იქნებიან მათ გვერდით იქამდე, სანამ ოჯახის მთავარი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება და ამავდროულად ამ აქციაზე არიან ასევე მოკლული მასწავლებლის მოსწავლეებიც. კიდევ გაიმორეს ინელი ხიძის როლი გაგამორების. მოდით ესე ჩემი გიგას მოსავლის დედები უნდა ნახოთ ხალხო. აი გიგას მოსავლების დედები. ეს არის გიგას მოსავლე. აი ეს არის გიგას მოსავლე. აი ასეთი ბავშვები ხავს გიგას და არა ის აღვირა ახსნილი გოგონა. ჩემი შვილის სახე მენატრებოდა ისეთი მაცივარი გქონდა გიგასთვის, რომ მე გიგას სახისთვის მეყურებინა, მაგრამ გიგას მოსავლეები რომ შემოდიოდნენ ვერ ვხდი. გიგა ავალიანის ოჯახის წევრები ამბობენ, რომ პროკურატურა და საგამოძიებო უწყებები გულგრილად მოეკიდენ ამ საქმეს, შესაბამისად ახლა ისინი იბრძოლებენ იქამდე, სანამ ყველა ის პირი, რომელმაც დანაშაულის შესახებ იცოდა და ეს მძიმე სასტიკი ანგარიშსწორება და მკვლელობა დაგეგმა პასუხისგებაში არ მიეცემიან. დღეს ოჯახის წევრები თბილისის პროკურატურაში იმყოფებოდნენ იმისთვის, რომ მთავარ პროკურორს შეხვედროდნენ, თუმცა შეხვედრაზე უთხრეს, რომ მათ მობილური ტელეფონები უნდა დაეტოვებინათ. ოჯახის წევრები ამაზე უარი თქვეს, რადგან განმარტავენ, რომ ისინი უნდობლობას უცხადებენ საგამოძიებო უწყებას და მობილურ ტელეფონებში ინახებოდა საქმისთვის ძალიან მნიშვნელოვანი მტკიცებულებები. შესაბამისად, მობილური ტელეფონები არ დატოვეს და ეს შეხვედრაც ჩაიშალა, რადგან მიიღეს ინფორმაცია, რომ მობილურების ქონის შემთხვევაში მათ პროკურორი არ შეხვდებოდა. ოჯახის წევრები ახლა ანონსებენ, რომ ისინი ყოველდღიურად იქნებიან საპროტესტო მოთხოვნებით და იბრძოლებენ იქამდე, სანამ ყველა პირი პასუხისგებაში არ მიეცემა. მე ვთქვი რამდენჯერმე და ვიმეორებ კიდევ ერთხელ. არც ერთი ადამიანის სიცოცხლე არ არის უბრალო. მაგრამ ვციტირებ პროკურორ ლუკა გამკრელიძის სიტყვებს. უბრალო საქმე იყო, რომ არ გეწვირათო. ვიმეორებ, არც ერთი ადამიანის სიცოცხლე არ არის უბრალო. მაგრამ რადგან ასე მოიხსენია ალბათ ლუკა გამკრელიძემ, დიახ, გიგა ავალიანის სიცოცხლე არ იყო უბრალო და მე ამას ასე უბრალოდ არ დავასრულებ. ვიყავით წასული, დაგვიბარა ქალაქის მთავარმა პროკურორმა, შეხვედრაზე არ შეგვიშვა, ტელეფონებს იტოვებდნენ. ვერ ვენდობით და ტელეფონები ვერ დავუტოვეთ. უთხარით, რომ გამორთულ მდგომარეობაში გვექნებოდა გვერდზე დადებული. მაგრამ არ მიგვიღეს. შემდეგ გამოგვიგზავნა თავისი ასისტენტი, ქუჩაშიც დაგვეწია და გვზია დადო ქალბატონმა ეკამნეს. აი უნდობლობა იქვე მისაღებშივე დაადასტურეს. ვერ ვენდობით. არასამდოდ იქცევიან და მაგ. ზარავს ეს უბედურება და განადგურებს. როგორ შეიძლება რომ ბავშვები შეიკრიბოს და ადამიანის განადგურება დაგეგმონ? ეს ხო უბედურებაა ხალხო. ამაზე დიდი უბედურება საქართველოში რა უნდა მოხდეს? პროკურატურა საქართველოს თხოვს პასუხს, ხელისუფლება საქართველოს თხოვს პასუხს და არა გიგა ავალიანის ერთი ოჯახი. ამ ქალბატონს ემალებიან. იმიტომ რომ დასამალად აქვს საქმე. იმიტომ რომ სიცხლის სამართლის საქმის მასალები სავარაუდოდ გააყალბეს. რაც სიცხლის სამართლის საქმეში სიყალბეა. არ უნდა ვთქვა ჩვენ ამის შესახებ. მე მახსენდება სწორედ აქ ჩემმა კოლეგამ ბატონ ზაზამ ისაუბრა გირგულიანის საქმეზე. აქაც მახსენდება და პარალელების გავლება შეიძლება იმით, რომ ფაქტიურად
გარკვეული სუბიექტური ინტერესიდან გამომდინარე და ნების არარსებობიდან გამომდინარე შეთანხმებულია თითქოს საგამოძიებო სისტემა, რომ საქმეზე არ დადგინდეს ჭეშმარიტება და არ აღდგეს სამართლიანობა. ეფექტიანი და მიუკერძოებელი გამოძიების პრინციპის ნაწილში, როგორც ესეთი განგრძობადი დარღვევა, ჩვენ მიმართავთ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს, თუ აქ ეროვნულ დონეზე არან ვერ მოხდა დარღვეული უფლების აღდგენა. გენერალურ პროკურატურასთან აქცია გრძელდება. შვილმკვდარ დედასთან მოდიან სრულიად უცნობი ადამიანები და სოლიდარობას და მხარდაჭერას უცხადებენ. აქ შეკრებილი ადამიანები ამბობენ, რომ მათი პროტესტი გაგრძელდება და ითხოვენ ასევე ოჯახის წევრები, რომ მათ გადაეცეთ საქმის მასალები. დროის ათვლა უკვე არის დაწყებული და საგამოძიებო უწყებას დღეს პროკურატურის წინ მყოფმა ოჯახის წევრებმა და უფლებადამცველებმა ორკვირიანი ვადა მისცეს იმისთვის, რომ გაფართოვდეს ბრალდებულ პირთა წრე და საქმის მასალებზე წვდომა მიეცეთ ოჯახის წევრებს.